მოიხსენებათ ამჟამად ცირკულირებს H1N1 ვირუსი. მომართვიანობა ჩვენთან მომატებულია. ტემპერატურული რეაქციების, ხველის, ყელის ტკივილის შემთხვევაში საჭიროა და აუცილებელია ოჯახის ექიმის კონსულტაცია, რადგან თვითმკურნალობა ყოველთვის ცუდ შედეგებს გვაძლევს. იწყება თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით, დამტვრეულობით, საერთო სისუსტით, ცხელება და შემცივნება, ცხელება 38 გრადუსს აჭარბებს უფრო მეტად, ხოლო ხველა ჩაერთობა მეორე, მესამე დღიდან. გრიპის მიმდინარეობაში ძალიან საყურადღებოა პაციენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება მის სიმპტომატიკაზე. აუცილებელია რომ მიაკითხონ ოჯახის ექიმებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რათა სწორად მოხდეს დიაგნოსტირება. საყურადღებოა რისკ ჯგუფების გამოყოფა. რისკ ჯგუფებში შედიან ორსულები, ასაკით პაციენტები 65 წლის ზემოთ, ბავშვები და განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკი არის საყურადღებო, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, გარდა არტერიული ჰიპერტენზიისა, ეს იქნება გულსისძარღვთა სისტემა, პულმონალური სასუნთქის სისტემის დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი, იმუნური სისტემის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები. ის მე გირჩევთ ხშირად დაიბანეთ ხელები. რადგანაც ვირუსი ჰაერწვეთოვანი ინფექციაა, მაგრამ ის ჩვენი საგნების ზედაპირზე შეყოვნდება და როდესაც ჩვენ ამ საგნის ზედაპირს ხელს შევახებთ, მე შეიძლება პირის ღრუში მოხდეს და კონტაგიოზობა ძალიან მაღალია ამ ვირუსის. ამიტომ ხელები დავიბანოთ, აუცილებლად დახურულ სივრცეში გამოვიყენოთ ქირურგიული ნიღაბი, როგორც ჯანმრთელებმა და განსაკუთრებით დაავადებულებმა. ჰაერის ვენტილაცია აუცილებელია, ჩვეულებრივი ფანჯრების გაღება, სუფთა ჰაერის შემოსვლა, განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია მზის სხივები და იღუპება ასევე H1N1 ვირუსი ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგად პროფილაქტიკაში ეს ყველა დაავადებისათვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ავადმყოფი უნდა იყოს იზოლირებული. თუ ეს შესაძლებლობა არ არის, დაცილება ავადმყოფსა და ოჯახის წევრებს შორის მინიმუმ 1,8 მეტრი მაინც უნდა იყოს. ხომ? აუცილებლად ავადმყოფს უნდა ეკეთოს ნიღაბი. ოჯახის წევრებსაც უნდა ეკეთოს ნიღაბი. საჭიროა იყოს ინდივიდუალური მოვლის საშუალებები და თუ არის მაგისი პირობები ცალკე საპირფარეშო და პაციენტის კარგია ქაღალდის ხელსახოცები, იმიტომ რომ ქსოვილის ხელსახოცები არასასურველია, პაციენტის გამოყენებული ჭურჭელი და თეთრეული შეიძლება გაირეცხოს ოჯახის წევრების თეთრეულთან და ჭურჭელთან ერთად. ამითი გადამდებობა არ იქნება ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მანამდე ეს სხვამ არ უნდა მოიხმაროს. ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, რომელთაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ, გრიპის ვირუსი უმეტესწილად მიმდინარეობს გართულებების გარეშე. თუმცა მოსალოდნელია, თავიდან დაიწყოს მსუბუქად, მაგრამ შემდეგ მოხდეს გართულება. ეს გართულება შეიძლება გამოიხატოს სუნთქვის უკმარისობაში, ტემპერატურული რეაქციის მომატებაში, შეიძლება ნევროლოგიური სიმპტომატიკა წამოვიდეს და ამ შემთხვევაშიც საჭირო არის სიფრთხილე. ნევროლოგიური ჩივილები შეიძლება იყოს ადვილად აგზნებადობა ან პირიქით ლეთარგია შეიძლება იყოს და ზოგადი ასთენია და ძლიერი ძილიანობა, გამოღვიძება არ უნდათ ასეთ ადამიანებს და ძლიერი საერთო სისუსტე აქვთ. და ამ შემთხვევაში ხველა ძლიერდება, შეიძლება ნახველი იყოს ვარდისფერი, სისხლნარევი, ტკივილი არის მკერდის ძulis უკან, რაც დაკავშირებულია მსხვილი სასუნთქი გზების გაღიზიანებასთან, აქვს ქოშინი, რომელიც გამოხატულია როგორც მოსვენებისას, ასევე ფიზიკური დატვირთვის პირობებშიც შეიძლება გამოიხატოს. აი, ახალგაზრდებმა უნდა მიაქციონ ძალიან დიდი ყურადღება, შეიძლება თავიდან დაიწყოს მსუბუქად, მაგრამ მერე
შემდეგ მოხდეს გამწვავება, შესაძლებელია ეს თვითონ გრიპის ვირუსით ან ბაქტერიული ინფექციის ზედდებით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც მოწოდებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტამიფლუ, აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით ინიშნება. ექიმი, ოჯახის ექიმი დაწერს ფორმას, თუ არის საჭირო და წარადგენს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, სადაც დაფინანსება ხდება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, ორსულების და ჩამოთვლილი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისა განუსაზღვრელად მათი ასაკისა და სოციალური დაუცველობის სტატუსისა.